ხელოვანებში AI შექმნამ ყველაზე დიდი რევოლუცია გამოიწვია ჩემი აზრით. ეხა ეს ისე მიდის აი რობოტებში უკვე ინტელექტის ჩაშენება, რომ ფაქტობრივად ადამიანი ქმნის ადამიანს. ძალიან ბევრი ვიდეოგრაფი შემხვდა, კომენტარებში არის, რომ me against AI რა, ანუ რაღაცა fuck AI. იმიტომ რომ ალბათ აქვს უმეტესობას შიშის განცდა, რომ დარჩება უმუშევარი. მოგესალმებით, გიბრუნდებით შემდეგი ეპიზოდით და დღევანდელი ჩვენი სტუმარია ზიად ალიევი. გამარჯობა. მადლობა ზიად, რომ მოხვედი. პირიქით მადლობა მოწვევისთვის. მე ტელეფონშიც გითხარი, რომ დამპატიჟე, რომ შენი კონცერნი იყო, რომ ოღონდ არ არისო დიდი ნახვებიანი პოდკასტი, მე გითხარი, რომ პირიქით ეგეთ პოდკასტებია საინტერესო, რომელიც ჯერ პატარა არის. მაგას შეგვიძლია შევილაპარაკოთ, რატო არის ეგრე ზოგადად, რატო გონია? თავიდან ინდომებენ ალბათ მეტად. ეგეც არის და თან არ გაქვს იმის პრესი ალბათ, რომ ეხა ვიდეო უნდა გადაიღო აუცილებლად. სპონსორი არ ყავს, აუდიტორია არ ყავს უკვე დატრეინინგებული აუდიტორია, რომელსაც შენგან მოლოდინი აქვს სულ რაღაცის და უბრალოდ ჯერ ექსპერიმენტობ, რომ ჯერ ამას დაუძახებ, მე ამას და შეიძლება საერთოდ სტუმარი შენ დაბადო რა. ანუ ესე ტიპი ისე ტიპს დაუძახო, რომელიც აქეთ ხო, რამდენი, შორტს ამოჭრი იქ რაღაცა მოხდება და მოგეთ საინტერესოა ხოლმე ყოველთვის საწყის ეტაპზე. აი 100% გეთანხმები. პირველივე ვიდეო რომ დავდე, ეგრევე იყო ოფერი. აი, უბრალოდ ნაცნობი არის და რაღაცა მიხარე რომ დაიწყე, მოდი აბა იქემ ვითანამშრომლოთ რა და მე უთხარ ეგრევე უარი, რომ მეთქე ცოტა ხანი მაცადე. ხო, ჯერ ნახო რა გამოდის. ნახო რა მინდა მე თითორის იკეთება და ვაში სხვა რაღაცას ვფიქრობდი რა, აი ბევრჯერ თქვი ვიდეოში რა, რაღაც ჩემი მუღამი იყო რა, ხა ტექში რო ვარ და რაღაც რობოტებს ვაწყობთ, ვაპროგრამებთ, ვატრეინინგებთ რაღაცეები, ეგ ვაჩვენოთ რა, რომ კრაფტინგი გქონდეს. რაღაცეები სახლის პირობებში როგორ გააკეთონ და ჰექსბიტი ვინც არის რაღაც პროტოტიპებს ქმნის რაღაც ტექნოლოგიებში, ეგ იყო ჩემი რაღაცა მუღამი რა. და მიხვედი იმ ეტაპზე, როცა ამის გაზიარება მოგინდა უკვე და მოსაუბრე. საკმაოდ რთული საკეთებელია, 1-2 ვიდეო ჩაწერილი გვაქვს, რომელიც აი 2 წელია ჩაწერილი გვაქვს, ჯერ არ დაგვიდია. ალბათ როცა იქემა დადები გადაწერა, ნახლენა მოგვიწევს რაღაცების გაკეთება, მაგრამ ვიფიქრე რომ მეთქი მოდი ჯერ პოდკასტებით დავიწყო, რაღაცნაირად მოვაგროვა აუდიტორია. მაგრამ ალბათ იმ მიმართულებასაც დავამატებთ, იმას ცალკე სხვა აუდიტორია ეყოლება, უფრო სხვანაირად მსმენელი, ხო პოდკასტ მაინც სხვა მსმენელი ყავს და მაინც მოგვიწევს, ანუ მაინც და მაინც გამართლებული არ იყო ჩემი ეს ლოგიკა რა, მაგრამ რაღაც მაინც აუდიტორიის დაგროვა არის აუცილებელი რომ გამართლებული იყოს ყველაფერი. ხან უბრალოდ აკეთებ რა, რაც ინტუიცია გაქვს იმის, რომ კარგი იქნება რომ ეს გავაკეთო. და ბოლოს ხვდები რატო ქონდა ამის ინტუიცია რა. თავიდან უბრალოდ მიყვები შეგრძნებას, რომ რავი, საინტერესო რაღაც შინაგანი ის გაქვს, რომ ეს სულ თავში გიდევ სხვა საქმეს აკეთებ და სულ გახსენდება ეს, რომ აი უნდა გავაკეთებ, ბოლოს მართლა აკეთებ და სადღაც მე-5 თვეს მიხვდები რატო გინდოდა ამის გაკეთება რეალურად და პასუხების წინასწარ არ არის აუცილებელი. მაგრამ მაგარია რომ მაგის საშუალება გაქვს რა, რო აკეთო, მაგარია. რა თქმა უნდა. ხო, წან ვახსენეთ რომ ზიად ალიევი ხა და რიგალია არ გვითქვია რა. ხო, არ არის საჭირო. იმიტომ რომ ძალიან ბევრ რაღაცაში ექსპერიმენტობ შენ. კი, არ ვიცი, ხა ყველა მიცნობს სხვადასხვა სფეროდან, ზოგი როგორც მუსიკოს, ზოგი როგორც არ ვიცი, იუმორის, ზოგი როგორც მარკეტერის, ზოგი როგორც ეს. ეხა მე საერთოდ ტექნოლოგიურ პოდკასტზე რატო ვარ, ხო? ერთი შეხედვით, მაგრამ შენც კითვლი რომ რაღაცა ამასთან კავშირი მაქვს და მაგიტო დამიწახე და რაღაცნაირად ვასოცირდები სხვადასხვა სფეროსთან. ამიტომ ეხა მე რო ვიღაცა აი ეგ იყოს ჩემი პრობლემა ყოველთვის რა დაგაწერო თქვევით. არ ვიცი, არ მაქვს ეს მიკუთნობილები შეგრძნება რაღაც. მაგრამ ეგ უფრო მაგარია ჩემი აზრით რა. არ ვიცი, ზოგისთვის საინტერესო. სხვა შორის დაკვირვები ვარ, რომ აი ვინც მაგალითად ერთ საქმეშია მთელი ცხოვრება, იმისთვის ესაა რომანტიული რაღაცნაირად რა. შეგიძლია რაღაცა. ჩემთვის პირიქით ეგ არის რომანტიული, რომ შეიძლება რაღაცა იცოდე ერთი კონკრეტული საქმე რას აკეთებ და მაგას მიყვები რა. რაღაც სტაბილურობის შეგრძნება უფრო მგონია გაქვს, მაგრამ მე ვიხდი არასტაბილურობის ხარჯს, ესე ვთქვათ, იმისთვის რომ მქონდეს ეს საინტერესო რაღაც exploration mode რა. ვინმეს ურჩევდი, არ ვიცი, გააჩნია პიროვნება როგორი ტიპი ხარ რა. ზოგს ეს მოსწონს, ზოგს ეს მე მინახავს ადამიანები, რომლებსაც არაფერში არ გასვლიან მაგ სტაბილურ სამსახურს და რავი, არანაირი judgment-ი მაგ დროს არ უნდა შემოდიოდეს, ჩემი აზრით. და არიან ადამიანები, რომლებიც არიან მომთაბარეები, ხო რაღაცა. ხო, აი მე ალბათ ეგ ვარ რა,
მომთაბარე სხვა და არ ვიცი რატო, პასუხი ეგრე ვიყავ. საინტერესოა ესე. დასახების მიზეზს კეთყვე რა. ანუ ერთი რომ ჩემთვის ყოველთვის ტექნიკები იყავი. ხო არა? რაღაცა ესე საინტერესო არავის არ ვთქვი ჩემს. იმიტომ რომ მე მახსოვს შენი ტედის გამოსვლა. ხო. სადაც მუსიკა დაიყვანე მათემატიკის დონემდე და აქ ფაბლაბში გაკეთდა რაღაც კონკრეტული მოწყობილობა hardware-ი, რომელიც ამ მუსიკას ვიბრაციის ვიზუალიზაციას აკეთებდა. ეგ არ მახსოვდა რომ ფაბლაბში გავაკეთე. ხო, აქ გაკეთდა. აბა კი ვიქნები შენთვის ტექნოლოგიური. ხო და ეგ რაღაც მომენტი იყო რომ ადამიანს ხედავ რომ ეს რაღაც ტექნიკები შეიძლება სფეროში ხარავი არა პროგრამებს ან რაღაცა რობოტებს არ აწყობს, მაგრამ ტიპია რა ვის ამის გამოყენებელია და მათ შორის AI-ზეც რა ვიცი ბოლო რაღაცა რამდენიმე წელია რაც AI არსებობს შეიქმნა აქტუალურად შემოვიდა ჩვენ ცხოვრებაში შენს რაღაცა შენს გემოზე მოირიგე ასე თქვა რა კი უფრო პაულობ სადამდე შეიძლება ეს გამოიყენო რა იმიტომ რომ ძალიან საინტერესო თემა ეგ ზოგადად რა ამ თემაზე შემიძლია როგორც ტექნოლოგიურად ვისაუბრო რა და როგორ კეთდება და რაღაცები და ასევე შემიძლია ვისაუბრო უფრო სიღრმისეულად მაგალითად ადამიანებზე გავლენაზე ფილოსოფიური ასპექტი მაგალითად ამის შეიძლება შენი მაყურებლებისთვის ეს უფრო იყოს საინტერესო რა ჩემ როგორც მე სტუმრისგან რა შეიძლება ელოდებოდნენ იმიტომ რომ ალბათ ძალიან ბევრი ისეთ ადამიანს მოიწო შემის ტექნოლოგიურად უფრო მეტად გაშლის ხოლმე რაღაცეებს შემდგომში რა და ზოგადად ხელოვანებში AI შექმნამ ყველაზე დიდი რევოლუცია გამოიწვია ჩემი აზრით რა იმიტომ რომ არ არსებულა აქამდე ასეთი დიდი გარდატეხა რამეში რა პროგრამირებაში IT-ში ამ ტექნოლოგიებში ზოგადად რევოლუცია არ არის ახალი სიტყვა რა ყოველ წელს ხდება რაღაც რევოლუცია მან და თქვენ ხართ მიჩვეული ამას რა რომ ხო რაღაცა ხდება და ანუ იდეაში ეს არის ნორმა თქვენთვის რომ ეს უნდა მოხდეს რა ამიტომ რომ თვითონ ეს სფერო არის მიდრეკილი განვითარებისკენ რომ სამყაროს ცვლის ახალ რაღაცას თავაზობს აქ არ არის აუცილებელი კონსერვატიული მიდგომები კი არა პირიქით გულბავს ამ სფეროს მაგრამ ხელოვნება არ არის ეს რაღაცას მიჩვეული რა რომ შეიძლება უცბად აღმოჩნდე ესე ისეთ სამყაროში სადაც შენ მაგივრად ხატავს რაღაც რაც არც ვიცით ბოლომდე რა არის ხო აი ეს არ არის ეს როგორ დიდ ფუნდამენტურ ძვრებს აკეთებს ადამიანების აზროვნებაში იცი რომ ხანდახან არ ვარ დარწმუნებული რომ ეს კარგია მაგრამ არც მე აქ მეხმარება ჩემი რაციონალური მხარე რომელიც მეუბნება რომ ყველაფერი რაც ახალია არ უნდა შეგაშინოს მაგან რა იმიტომ რომ განვითარება სულ ეგრე ხდებოდა რა ვიცი ის არ მოგივიდეს შენ რომ რა ქვია ტელევიზორი რო შექმნეს ეს იყო ეშმაკის მანქანა აი ეგ არ მოგივიდეს რა საბოლოო ჯამში იმიტომ რომ ვინც ეგრე ფიქრობდა ყველა დაიკარგა ბოლოს კაცობრიობა წინ წავიდა და ამ ახალ რეალობაში მოიქცა მაგრამ მე რა ფიქრობ ხოლმე რომ ეს იგივეა ანუ ეგ არის იმიტომ რომ ასეთი რაღაც არ შექმნილა აქამდე რაც იყო ძველის განახლება მაგრამ ინტელექტი რომელიც არის ხელოვნური ეს არ არის ადრიან მე რომ აი თავიდან იყო გაზეთი მე გახდა ტელევიზია რადიო იყო მე გახდა ტელევიზია მე გახდა ინტერნეტი არ არის ეს ამჯაჭვის ნაწილი ეს საერთოდ სხვა რაღაცა არის და ეხა ეს ისე მიდის აი რობოტებში უკვე ინტელექტის ჩაშენება რომ ფაქტობრივად ადამიანი ქმნის ადამიანს. ან რაღაცა ყოველ შემთხვევაში მისწრაფება, რასაც უმუყამებ, ეს AGI და რაღაცა თვითგანვითარებადი ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც საერთოდ არაფერი ჭირდება, ეს ბავშვით იქნება, ასე ვთქვათ, დაიწყებს და მე შეიმეცნება, ასე ვთქვათ. თვითონ რობოტიც კი ცალკე აღებული არ არის ახალი რაღაც ეს არის იარაღი რომელიც უფრო მეტად დახვეწილია რა აი რობოტი მტვერსასრუდი არის იგივე რობოტი ზუსტად უბრალოდ ის არის ამ გაბარიტში და აკეთებს კონკრეტ ანუ ტასკში არის შევიწროებული უბრალოდ იმის ფუნქცია არის ეგ მარტო რაც უფრო მეტ ტასკს ამატებ მეტ შესაძლებლობას უფრო უნივერსალური ხდება და უფრო ადამიანთან ახლო რაღაც ხდება თორე
რობოტიც არ არის რაღაცა ახალი რა, აი რობოტი ინტელექტით არის ახალი რაღაცა. თვითონ ინტელექტის ცნება არის ახალი რა. აი რობოტები სულ იყო Boston Dynamics-ში 30 წელია ქმნის ამ რობოტს და ნუ არც არა. მანქანაც ხო რობოტია საერთო ჯამში ხო, უბრალოდ დამოუკიდებელი არ არის რა. მიხმარება ჭირდება რომ ფუნქციონირდეს. ეხა ეს უკვირთ ხომ რომ ეხა იყო ეს ფიგურის ის იყო რაღაცა 2000 თუ რაღაცა ამდენიმე 1000 ის რომ ხუთი რო ამოატრიალა დაასკანერა რა და რეალურად რომ დაუკვირდეთ რას უყურებ ჩვენ რა ხედავთ რაღაცა ესეთი რელსია სადაც ყუთები ცვივა ერთი რობოტი დგას ერთ და იგივე ადგილზე ხელში აიღებს ნიუს გადმოასკანერებს და ესთეტიურად ლამაზია რა საკეთებს ხო მაგრამ ეხლა პრაქტიკულად წარმოვიდგინოთ რა მაგას შეასაკეთებს ქარხნაში ეს რობოტი არმები რაც არის კი ანუ ერთი თავი და თვალი და ფეხი არ ქონდა მაშინ არ კითხვა რა შეჭირდება თუ ეს საკეთებს ან იმაზე ჩქარა და იგივენაირად მინიმუმ მაშინ ამას ფეხები, ხელები, თავი რა შეჭირდება? იმიტომ რომ ჩინეთის თავრობა მაჩვენოს ამერიკის თავრობას რომ ეს რო advanced არის, მეტი არაფერი. და პირიქით. და თქმა უნდა ინვესტიციები მოიზიდონ და მე ფული ჩაასხარო რაღაც სხვა შექმნა რეალურად რა. კი. ხო, მეც გეთახმები იმაში რომ საერთოდ არ არის იგივე, რომ ეს ჩვეულებრივი ევოლუცია გამვითარება რაღაცა ფუნდამენტური ცვლილება არის, მე მგონი ეს რაღაცეების და არა მხოლოდ ტექნოლოგიის, არამედ ზოგადად აი ჩვენი სოციუმის და ფიქრობ რომ სოციალური მიდგომარეობისაც, მიდგომებისაც, საზოგადოებისაც, იმიტომ რომ ეხლა რასაც უმიზნებენ ყოველ შემთხვევაში ამ რობოტებს აი ხა ვნახეთ რომ რაღაცა ესეთი სექს რობოტებიც შექმნეს პირობითად, რაღაცა პარტნიორი რობოტები, რომელიც კომუნიკაციას შემოდის და ეს ხო არის ახლა 2 წელია 2 წელი ეხლა გამოჩნდა რა ჯერ მაგ ურთიერთობაში ისედაც ვართ აღიარების გარეშე ChatGPT-სთან და Gemini-სთან და რა ვიცი ვიღაცები მართლა ხა ვინც გვესმის ვისაც გვესმის უმეტესობას ეს როგორ მუშაობს შეიძლება ეს ნაკლებად გვაქვს ეს ემოციური მინჯაჭულობა მაგრამ ვისაც ეს არ ესმის როგორ ჩვეულებრივ ადამიანს ელაპარაკებიან ხოლმე რა მადლობით რომ ავთავრებენ და მე მაქვს ანახი რაღაც ვიდეო რომ მოხუცი იყო რომელიც ლოგინად იყო ჩავარდნილი რა და ნუ არც დადიოდა ვერსა რაღაც და ეხლა სულ ხო ვერ იქნება მაგასთან ვიღაც რა მაგ მომენტში და ეს აუხსნეს ეს როგორ მუშაობს ოღონდ Amazon Echo-სავით რა გვერდით არის რა და სახელით ეძახი და ლაპარაკება რა ანუ აი რაღაცა პატივის ცემით და რაღაცა და ამბობდა ბოლოს ამას ეკითხება ეს ბებო რომ შენ გათხოვილი ხარო ანუ ამასაც რა ხმასაც და ანუ ეს ძალიან დიდი ხანი მე ვამბობ უკვე რომ უკვე არის იქ რომ ხო ჰერ უკვე არის რა უბრალოდ სანამ ვიღაც არ გამოგაფხიზლებს და გეტყვის რომ მათხაროა კოდი მუშაობს რა რაღაცეები იქამდე გაგექცევა ჩვეულებრივ თავისუფლად და ეგეც საინტერესოა ეგრო მიუხედავად იმისა რომ ვიცით რომ არ არის ადამიანი მაინც რატო გვაკმაყოფილებს ეგ რა რეალურად რას ვეძებთ ურთიერთობებში რა არის ჩვენთვის კომუნიკაცია და ასე შემდეგ რომ მნიშვნელობა არ აქვს ეგ რაღაც ხორციელი ტიპი იყოს რა ეს ეგ რაღაცა აბსტრაქტია რეალურად რა რაც შეიძლება აი სოციალური გაზიარება ალბათ რა ინფორმაციის ან მიღება ან რაღაც ეგ რატო ამბობ იცი რომ რევოლუციურია ეს რაღაც მე არ ვამბობ იმაში რომ რაღაცას X-Files-ზე შეხვალან სადღაც და ვიდეოს დაგიგენერირებს მაგ ეგ ყველაზე მარტივი რაღაცაა დღეს უკვე რა შეიძლება მე ვამბობ ზოგადად ადამიანები შეიცვლებით რა აზროვნება შეიძლება რაღაცების გაგება საკუთარ თავზე უფრო მეტი რაღაც გვეცოდინება წარმოვიდგინე იმით რომ გაქვს რაღაცა რომელიმე engine ასისტენტი თვეში იხდი არ ვიცი რაღაც $20 შენ გაქვს ერთდროულად ყავს ყველა ტიპის მეგობარი ფსიქოლოგიც ყავს, ინჟინერიც ყავს, ქიმიც ყავს, ის ანუ ყველავის სიცნობ. ეს ადრე იყო პრივილეგია რაღაც, ანუ ეგეთი სტილით უნდა გეცხოვრა, რომ ეგეთი წვდომები ქონოდა და ეხა ყველას აქვს ეს. და თუ განათლებულ ადამიანს წრეში გინდოდა მოხდრო ხო. ანუ ეხა თუ ვიღაცას სჭირდებოდა არ ვიცი თავისი გადაწყვეტილებები ან ტრავმები ან რაღაცა დაემუშავებინა იმით რომ ფსიქოლოგთან მისულიყო კონსულტაციაზე ხა გახსნის ეხა შეიძლება იგივე ეფექტს ვერ მიაღწიოს იმიტომ რომ ის მაინც სადღაც გაჩერდება და ეთქვის რომ წადი კონსულტაციაზეო რა მაგრამ ანუ basic რაღაცა ლეველებზე ამას გადიხარ რა და წარმოვიდგინე როგორ შეიძლება ყველა ადამიანი უახლოეს არ ვიცი რაღაც რამდენიმე წელიწადში შეიძლება უცბად ვიღაცა შენთვის მიუღებელი ადამიანია ესე ცხოვრების სტილით, ქცევით, ადიქციით, ამით, იმით, უცბად რაღაცა შეხვდა გითხრას რომ რავი, კარგად თუ არა, ან გითხრას რომ რაღაცას არ ვიცი რა, მაგრამ ადამიანები შეიცვლებიან ჩემი აზრით, ეს ცალსახად, იმიტომ რომ ისეთი ადამიანებისგან გავიგე ბოლო პერიოდში, რომ ChatGPT-ს ვკითხე, საერთოდ არ მეგონა რომ Bluetooth-ის ჩართვა იცოდნენ ტელეფონში. ანუ ეს არ არის
ტელევიზია და რადიო ეს სხვა რაღაცაა საერთოდ. და ესეთი რაღაც ბოლოს რაზე გაიგე, რომ რამე ახალი შეიქმნა, რომელიც იცის ბებია შენმა. ძალიან დიდი ხანი, იმიტომ რომ აი ხო, საუბრობთ რომ მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია და 3D პრინტერები, ისინი 3D პრინტერის შესახებაც კი დღესაც კი საქართველოს ძალიან ბევრი ადამიანს ვიპოვი, ვინც არის ის რა. კი კაცო, ანუ ძალიან ბევრს. ზოგი რო იძახს რომ AI არის იგივენაირი ბუმი როგორც კრიპტო. ხო, არა, NFT და კრიპტო ბევრმა არის ის რა, დღემდე. ხო, და ამ დროს გახვალდა ChatGPT იციან ზუსტად იმ ხალხმა, ვინც არ მეგონა მეც რომ მობილურის გამოყენება იცოდა საერთოდ რა, ანუ. თან სასაცილო ის არის, როგორი სახელი ქვია და იმეორებს ბებია. ამას ChatGPT-ს რო, ანუ ეგეთი ტიპი, აი როგორი აცდენილია ხო რაღაც ჩვენ რეალობას ეს. ხო შეიძლება რაღაც მარკეტინგულად ესეთ სახელი დაარქვა, რომ აი მარტივად ითქმოდეს. და მაგიტო სიტყვაზე ხო რა ChatGPT არ მაგას იძახის რა სადღაც იმაში პეპო სოფელში. აი მაგას ალბათ ცოტა ფსიქოლოგის ან სხვა ადამიანის კონსულტაციაც ან დაკვირვება საინტერესო იქნებოდა, მაგრამ ეხლა ჩვენაც ახსენით, რომ ესეთი დამოკიდებულები ხდებით AI-ზე. ეს იმხელა ბერკეტია მეორე მხარისთვის, ვინც ამას აწარმოებს, ამას ქმნის, იმიტომ რომ ყველანაირად გამოყენება შეიძლება. ამ პირიქით რაღაც მომენტში ადგა და ამერიკამ გაგითიშა ეგ ყველაფერი რა. აი ამ დამოკიდებულებას აშვებით მე. ეს არ მგონია მოხდეს, იმიტომ რომ რატო უნდა მოიჭრა ხე რომელზეც ჩენზი ხარ, ხო? ეგ არ მოხდება უბრალოდ. კეთილსინდისიერებას რაც შეეხება როგორ შეიძლება რაღაც გამოიყენო, ისედაც манипулირებადია მასა. ტელევიზიით რა ვერიზავენ მაგას ან აკეთებენ პრაქტიკულად. ხო, ანუ ან რადიოთი, ან იმით, ან ნიშნულობა რა აქვს. მასაზე манипуляცია ChatGPT-მდეს არსებობდა და ChatGPT შეიძლება უფრო მარტივი გახდეს, მაგრამ ეგეთი სულელებიც არ ვართ რა ადამიანები საბოლოო ჯამში, ანუ ისიც ჩნდება ბოლოს კონკურენცია ქმნის სხვა ენჯინებს და ის ამბობს მე რომ ChatGPT შეეშალა. ვიღაც ჩინეთმა გამოუშვა DeepSeek-ი რაღაცა ანუ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ადამიანების კონკურენცია მუშაობს კარგად საბოლოო ჯამში ყველასთვის რა ის რომ შენ თუ შექმენი მერად არ უნდა მქონდეს მაგის იმედად ვარ მე პირადად რომ ანუ ერთი ეგეთი სუპერიორი იმპერატორი ვერ იქნება ვინც აი რაღაცა საურონი გახდება რა ანუ ვიღაცა სულ ეტყვის რომ აი შენ რატო გაქვს და მე არ მაქვს და შექმნის რაღაცას და მე დაეჯახება მაგას და დეზინფორმაცია მაგის ეგ მაძლევს წმენას ზოგადად ნებისმიერ საქმეში. აი მაგ არის მე ფაქტორი რა რომ დღესაც კი ადამიანები არიან ვინც ინფორმაციას რო იღებს ამას არ ამოწმებს რა იგივე სხვა წყაროში. ეხლა შეაზეთ ისაუბრა ეს არის ყველაზე კარგი რეალობა სადაც ადამიანები ChatGPT-მ გითხრა რაღაც ავდექი Gemini-ში გადავამოწმეთ ეს. ის დაადებს $15 $20 მაგივრად და გადახვალ მაღაზიაზე რა ანუ საბოლოო ჯამში რაციონალურობისკენ მიდრეკილება რომ მე დავზოგო და თან შენი ისინი მტრობენ ერთმანეთთან მედიაზე გამოჩნდა მარტივად რო ახდება ეგრე რა აი რავი არ მტრობენ მაინც ხო მით უმეტეს ეხა უკვე დაიწყო აი ამერიკის შემთხვევაში სამთავრობო რეგულაციების გაკეთება იმიტომ რომ ისეთი პროდუქტები გამოაგდეს რომელიც თქვენს რომ აი რა მაგარი მარტო ამერიკელების იყოს მოდი ეს რა და დაიწყეს პატარა შეზღუდვები აი ხა იგულოთ კონდა ეგეთი ამბავი რა ხო არ მუშაობს ეგეთ საბოლოო ჯამში ყველა მიდოლაფერი იცის რა საბოლოო ჯამში თუ დაკვირვები ხარ ყველაზე დაბალი ინტელექტის მქონე ადამიანები არიან ყველაზე ეჭვიანები როგორც ეს თუ დაკვირვები ხარ რომ მაგათ აქვთ ხოლმე პირიქით კონსპირაციებისკენ მიდრეკილება რომ აი რაღაცა ეს ხო ეს რაღაცა გვართავენ რაღაცა ის როგორ აშენდა და რაღაცა და თვარეზე არ ყოფილა და ეგეთი რაღაც პირიქით არიან ხოლმე ეგენი და შესაბამისად მაგათ უფრო ეჭვიში აქვს რომ ChatGPT-მ რაც მითხრა შეიძლება ამიტომ ეგ მე მაგის არ მეშინია რომ манипуляცია არსებობს, პროპაგანდა არსებობს, მუშაობს ძალიან ძლიერი მექანიზმია ეგ და ძალიან ცვლის სამყაროს და რეალობის აღქმას ზოგადად ერთი და ორი ადამიანის სურვილი რომ ეგეთი იყოს, ეს არსებობს, ამას არ ვარყოფ, მაგრამ ეს სუხდებოდა. ანუ რაღაცა იმ რაღაცა ახალ უცნაურ რეალობაში არ მოხდებით ხო რა მაგას ამბობთ ეს ახალი იარაღით იზავენ მაგას და ხო რა ჩვენ შევძლებთ ვინც რაღაცას ვქნით ეს გამოიყენოთ რამე კარგისთვის. ნეტა იფყელდე და მიწელები რომ ChatGPT-ს ეუბნებიან
დედამიწა მრგვალია თუ ბრტყელია. ეს პროპაგანდის იარაღია ამბობენ და მაგით არ მეთა. არიყელი. მაგრამ არც ერთი რო არ ეთანხმება მაგ დროს. მაგრამ სად მიდიღა დილემაში რომ იჯერებ თუ იტყვი რომ ყველა ერთლაერია კაცო გაფუჭებულია და მე ვნახე ეხა UFO-s ფაილები რო გამოამჟღავნეს პენტაგონმა მან მაგ დროს იდებოდა მიმები რა rilsები რაღაც TikTok-ები ესენი რომ ჩვენი ანუ რაც გვეგონა კონსპირაციული თეორია აგე მთავრობაც ლაპარაკობს უკვე მაგაზეო და იქამდეც ხო იყო რაღაცა სხვა სკანდალებზეც რომ აღმოჩნდა მართალი რა და ჯამში ისე მიება რომ დაიწყო მაგაზე ხუმრობების გაკეთება რომ ანუ ყველა კონსპირაცია მართალი აღმოჩნდაო დღელის მსგავსად რა და how they feel right now როცა ყველაფერი მართალი აღმოჩნდა მაგათ გარდა და ალბათ ხო ყველაზე სულელური ის იყო მაგრამ არის ტექნიკი ხდება მაგრამ სერიოზული ხალხია მათ შორის აი იცი რა არის მე ინჟინერი იყო ვინც რაღაც ხომალდი ააგო თვითონ აფრენილი იყო და რაღაცა ანუ რეალურად ბრტყელი დედამიწის ამბავი რომ მოაშორო შინაარსობრივად ამას მე ზოგადად ვეთანხმები იმ აზრს, რომ უნდა იყოს სკეპტიკური ნებისმიერი ფაქტის მიმართ რა და არსებობს ფილოსოფიაში ეგეთი მიმართულება, ქვია რადიკალური სკეპტიციზმი, როცა საერთოდ მე და შენ ნამდვილად ვარ თუ არა მაგაზე მიდის დებატები და ვერც ერთი ვერ ამტკიცებს. ეგეთი ის არის რა და მაგ მსჯელობით უბრალოდ დედამიწა ბრტყელია თუ არა რო გაყვე, მანდაც მარცხ ხდები, იმიტომ რომ არგუმენტი სულ არის იმის, რომ შენ ნახე ასო არგუმენტი ის გაქვს რომ ის არის რა ქვია ფოტო ნახე სადაც გვალი იყო ხო ოვალურია აი ეგეც არ ჩანს ეგეთი ოვალი თვითფრინავში რა ფიშაი კამერა არის ეს და რავი ის რა ქვია ყველაფერი არის მოკეს ან მომიყვეს ან მანახეს რა და საბოლოო ჯამში შენ ნახე არის და არ არის რა და ნუ ხო რა იცი მაშინ რა და ეგ მომენტია რა მან რატოც მე შეიკრა და გადიწყდა ეს community იმის მაგრამ მან მე შემოდის ლოგიკა და რაღაცა ლოგიკები იყო რაშიც ნუ უბრალოდ ვერაფერი ვერ თქვეს და ერთ-ერთი ის იყო ინდუქციაში და მსგავს რაღაცებში თუ ყველაფერი მარსი მრგვალია, ვენერა ის მრგვალია, აი ჩვენ რატო ვართ ოთხკუთხედი, აი ეგეთი კითხვები შემოდის მერე იქ ნილ დეგრას ტაისონის ეს იყო კიდე რომ ანუ წელი რო იყოს უბრალოდ გემი რომ მიდისო ჰორიზონტზე რა ესე უნდა დაინახოს უნდა დაინახო და დაპატარავდეს უბრალოდ ზომაში რაღაც იმის უბრალოდ აღარ ჩანსო რა და ნუ აი არის რა რაღაცები რაც ლოგიკაში ვეკვდება რა ანუ მაგ დებატებში მაგრამ ესე რო გააყვედა ესენი არ შემოიტანოთ და ბოლომდე მართლები იქნებიან სა ვერ ჩაჭრი მაგაში გაყვები მე რა რომ მიფრინავ ერთი ქვეყანიდან მეორეში რა იცი რომ იმ ქვეყანაში მიფრინავ რაღაც მომენტში რა შენ თუ არის ანუ რაღაც ძალიან ბევრი ამბავი არის რა ალბათ AI-სთან ეგენი არ მეგობრობენ. ხო, AI-სთან არ ამგონია. მე შევხვდი ადამიანს, რომელიც ძალიან შემთხვევით თბილისში, რომელიც არ იყო ქართველი, ჩამოსვები იყო ერთი თვის განმავლობაში ვარ თუ აქო, რომელმაც მითხრა, რომ ჩვენ ვმუშაობთ AI-ზე, ოღონდ დატა არ ვაძლევთო. ხო. ნუ ეგ ცოტა ვერ გავიგე. ლოკალზე ალბათ. ანუ დატას არ ვაძლევთ, ანუ თვითონ ტრეინინგდება, ანუ არ აძლევენ ინფორმაციას? ხო, ანუ წარმოედგინეო რომ ხარ ბავშვი. ხო. და მაგ დროს ჯერ არ მიგიღია ტრავმები, მაგ დროს ჯერ არ გისწავლია შენ ცხოვრება, როგორია, რა არის კარგი, რა არის ცუდი, do don't do, ეგენი არ გაქვს რა. და ეს ამბობს რომ შენი გადაწყვეტილებები დღევანდელი არის განპირობებული შენი წარსულიდან, რაც აბსოლუტური სიმართლეა, იმიტომ რომ შენ გითვლი რომ შენ რაღაც თავისუფალი ნება გაქვს ახლა რა, მაგრამ მეცნიერება ხშირ შემთხვევაში ამბობს რომ არ არის ეგ შენი ნება, შენ ეგ განაპირობა, აი 7 წლის რო იყავი და ის რომ მოხდა შენ ამის მერე ამის სულ გეშინია და აღარ აკეთებ მაგას. აი რეალურად შეიძლება კარგი ყოფილიყო რომ გექნა რა შენთვის, მაგრამ ნუ ეს ამ შენ გაქვს იმის ილუზია რომ სწორად მოიქეცი. ეს ინდივიდის მაგალითზე ახლა რა, მაგრამ ჯამში მასობრივად ახლა ჩვენ ვასწავლით ადამიანები როგორ იქცეოდნენ წარსულში. ეს ხო ამის დატა არის. კი. ნიუსები, Google-ში ისტორია ეს რა, ეს ხო არ ნიშნავს რომ ადამიანები ყოველთვის სწორად იქცეოდნენ. კი ბატონო. ხო, ნუ იქ არის რაღაც, მაგრამ საშუალო შეწონილი AI როგორ მუშაობს, ხო შეწონილს გაჩვენებს რაღაცა
რაღაც შავი და თეთრი რომ ისე, არც შავს არ მოგცემს, არც გრეის მოგცემს შუაში, ხო, რაღაცა რო გითხრა რომ რამე ფერი მანახე პროსტა, ანუ არც შავს დაგირენდომებს ხან ეს იქნება ეს ხან ის, მაგრამ მოკლედ ინფორმაციაც ეგრეა რა. და ამან თქვა რომ ჩვენ მუშაობთ ისეთ AI-ზე, რომელსაც ამ ყველაფერს არ ვაძლევთო. ადამიანური ქცევების ისტორიას არ ვაძლევთო და ადამიანური დასკვნების ისტორიას, რა. მეთქი აბა რას AI რაღა არის მაშინ, ხო? რანაირი ინტელიგენტი. კითხავს თვითონ სვავს რა საინტერესებს თუ რა შვება. ეგა აი ბოლომდე ვერ გავიგე, მაგრამ საინტერესო თემა არის ეს რა, იმიტომ რომ ეს ამბობს რომ უნივერსალურ სიმართლეს ვასწავლითო რა, რაც არ არის ადამიანური წარსული. ანუ ვასწავლით უნივერსალურ სიმართლეს. და მეთქი რა არის ეს უნივერსალური სიმართლე და არის honesty ეს მითხრა. ან long term-ში ეგ არისო რა, ყველაფერი არის ანუ ეს თვითონ რა სწავლ, ან present ყოფნას ვასწავლითო რა, ეხლა live რეჟიმშია სულო რა. ანუ წარსულს არ ვასწავლითო და გვაინტერესებსო აი მაგალითად შენ რო წაგიშალოთ მახსოვრობა, ეხლა რა გადაწყვეტილებას მიიღებ ეხლა. აი ეგეთი რაღაცაა რა. აი ძალიან საინტერესო, მაგრამ ცნობიერი ხო მაინც იმუშავებს. აი ყველაფერი რო წავშალოთ, შენ რაც გაქვს, რაც კი გისწავლია, რაც კი დაიბადე, რა გითხრეს, რომ ესაა სწორი, ეს არ არის სწორი და აი რავი, რომ დაგიტონ ეხლა ეს ბოთლი და ის ბოთლი და რომელს აირჩევ, ხო? ისე რომ ეს ბექი არ კონდეს, ხო? იმის გარეშე რომ ამის და თulis ეს ტიპი რომ ეს უფრო სწორი იქნება, რომ ეს იქნება ნამდვილი ხელოვნური ინტელექტი. და რა ის რა ვასწავლეთ ჩვენ. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ჩვენი გაკეთებული ხელოვნური ინტელექტი მაინც ის ფუნქცია არის რა. თუ ეს მაშინ ეს. ხო და რეალური ინტელექტი იქნება, როცა ეს ფუნქცია აღარ აქვს რა, ანუ არის აი ხო, მაგრამ მაგ შემთხვევაში რას ვქმნით? ანუ ჩვენ საკუთარ თავს ვქმნით, ადამიანს ვქმნით? მე მგონია რომ ჩვენც ის ფუნქციები ვართ, გითხრა. მე მიმები ვარ ციკლი რო არის რაღაც მომენტში, ანუ ადამიანი ქმნის ადამიანს და მე იწყება ახალი ციკლი. მე მგონია რომ ეგ აზროვნება ჩემი პირადი აზრით არის მცარ, იმიტომ რომ არ არსებობს რაღაცა ჰაერში გამოკიდებული უნივერსალური სიმართლე. მე მგონია რომ ჩვენ თვითონაც ადამიანები ვართ ეგ თუ ეს მაშინ ეს ეგ ვართ აი მათემატიკაა ეგეც ხო მე და ხო ყოველგვარი შეიძლება თან ყოველთვის ორი პასუხი გაქვს ან კი ან არა ანუ ან გააკეთებ ან არ გააკეთებ ან წახვ ან ისე ვერ იქნები ან თან არ წახვიდე თან წახვიდე შუაში ხო და ის არის ყოველთვის რაც წითელს აანთებს აქეთ რაც მწვანეს აანთებს ხო ანუ ეგ ყველა გადაწყვეტილება რაღაც გეშინია რაღაც რაციონალურობა სიმეტრია ხო რაღაცნაირად ის არის რა და შეიძლება ბევრი ის არსებობს და ცოტა სხვანაირად მაგის ახალი ლეველია შეიძლება ადამიანის სახეობის რა მათ შორის აი ეხა აი რობოტების თემაში ხო არის კიდე აი ბეჭდავენ ორგანოებს და რაღაცებს და უკვდავება და მთელი ამბავი მაგაზე რაღაც მომენტში ვისაუბრეთ და ამკვდავებას კიდე მე მგონი არ ვიცი ეძიება ადამიანიკვდავებას არ ამგონია ხო რაღაცა ისე არის ადამიანს ეშინია სიკვდილის ზოგადად ეგ მართავს ყველა ხო მაგრამ ეს ცოცხალი ორგანიზმის ხო რაღაც ფუნქციას ავითარი ეგ რა რაღაცა გაიზარდოს გამვითარდეს და მოკვდეს მე რა აბსოლუტურად ყველა ორგანიზმის და კი და ზოგადად ადამიანს მაგის მაინც ეშინიათ იმიტომ რომ ყველას უნდა დიდხანს ცხოვრება მაგრამ დიდხანს ჩვენ უკვე ვცხოვრობთ საშუალო ასაკი ადამიანის იყო 40 წელი ხო ანუ average ხა 75 და მაგიტო შეიქმნა მე ახალი პრობლემები ასაკთან ერთად მენტალურიც რაღაცები რაც არ არის რელევანტური თითქოს რავი რაც შუა ასაკის კრიზისი და მე ანუ აი ეს რაღაცები მოყვა იმას რომ ჩვენ გადავწყვეტეთ დიდი ხანი ცხოვრება და ამაზე კიდე დიდი ხანი აუთ ამბიცია ადამიანებს და თან რაღაც მომენტში ის არის რა აი ბავშვობაში უეჭველი გაიგებდი შენ რომ აი ეხლა რა ცოტა ხანით რა ვჭამთ იმიტომ ჩვენი წინაპრები 100 წელით ცხოვებენ და რაღაცა და რა ისტორიას რო გავყვეთ ეგ არის რა 30-35 წელიწადი რა 15 წლის ბავშვი არ გაეჩინა მე უკვე აზრი აღარ ქონდა რა იმიტომ რომ ან დაავადება შეიძლება ან გრიპი ან რაღაც ამ შობიარობა მათ შორის ხო ნუ ჩვენ გვაქვს ისტორიის არასწორი ინტერპრეტაცია იმიტომ რომ სიახლის მიუღებლობის დროს პასუხი უნდა გქონდეს მაშინ რა არის სწორი და სწორი არის ის რაც იცი და რაც იცი ეგეც არასწორად იცი ამ დროს რა
რაღაც გამბობ რა ადრე ეგრე იყო და არ იყო ეგ რა ის შენ არ გიცხოვრია მაშინ მაგრამ 120 წელიო ცხოვრობდნენ რაღაც ჯამთელს ჭამდნენ და რაღაც რაღაც ეგეთი ამბავი არის AI-ის ამბავზე შენი ბოლონდროინდელი ამბავი შრო შევეხოთ ხო ვიდეოებს არა მხოლოდ ვიდეოებს მოდი ერთი რომ მუსიკას აკეთებ საკმაოდ კრეატიული ხედვა გაქვს როგორ შეიძლება სხვა სიტუაციაში ნივთები თუ არა მხოლოდ ნივთები ლაპარაკობნებ ჟღერადობა გქონდეთ და ეგ ძალიან მომწონს ეგ კონტენტი ეს AI არ არის ეგ AI არ არის კი და ამის პარალელურად ასე ვთქვათ AI-ისთან რაღაცა კოლაბორაციით რაღაც რამდენიმე ვიდეო გქონდა რომელიც მათ შორის საერთაშორისო რაღაცა ღონისძიება ფესტივალზეც კი XFL-ის AI კონტესტი იყო მე მაქვს მე ძალიან დიდი ხანია ზოგადად რაღაცებს ვქნიდებ ინტერნეტში ხალხი ამას უყურებს ზოგს მოსწონს ერთ-ერთი ეგ არის TikTok-ზე რა საქმიანობაც მაქვს და სულ მომწონდა რაღაცა ისეთის შექმნა რაც ძალიან საინტერესოა რა რაღაც ინსპირაციულია ვა ეგ ეფექტი შეიძლება გამოიწვიოს ვინმეში და ჩემი სულ ეგ იყო რა ვიღაცებს აქვს რაღაც მისია ცხოვრებაში ან რა ვიცი რაღაც ესენსი რაც არის შიგნით ხო ჩემი ეგ იყო სულ რაღაცა მე თვითონაც ვექსპერიმენტობ, რაც გამომივიდა, მე ამას ვაჩვენებ ხალხს, რა გამოვიდა და ისინი მაგარია და მე ვხედავ რომ სხვა იწყებს ამის კეთებას რა. იმის გამო რომ შენ ინსპირაცია მიეცი, მაგას ეგ ძალიან მაგარი შეგრძნება. მუსიკაზეც იყო ეგეთ ხო? მუსიკაზეც არის კი. გაჭარულზე თუ რაღაც განდაგანა და რაღაცეები. ხო. და შენი შეიძლება ცოცხლებული თელი ამბავი. კი, და მან ერთი ეგ არის ჩემი მუსიკალური ცხოვრება, მეორე არის იქამდე ბევრად უფრო ადრე მქონდა მე დაწყებული ვიდეო პროდაქშენი და ეგ უფრო ჩემი პირველი პროფესია იქ არის რა, ვიდეო გრაფიკა და ასე შემდეგ და ბერს უკვე ხოლმე დღეს რო კარგ ვიდეოს ვამონტაჟებ, რო შენ ესე ამონტაჟებ, რა პირველი ეგ არის რა, რაც ვიცი რეალურად ყველაზე კარგი. დროსაც კი, იქამდეც და ანუ ეს და ხო, AI-მა რა გააკეთა ხა? AI შემოვიდა ჩემთან მასშტაბურად ვიდეოში, იმიტომ რომ AI მომცა საშუალება გამეკეთებინა ისეთი რაღაცები, რაც ადრე დამიჯდებოდა რაღაცა ათობით 1000 თუ არა 100-ობით 1000 დოლარი რა. თიმი და ყველაფერი რა და რეალურად მე მივხვდი რომ საერთოდ ეს წვალება არც მინდოდა. ან მე იმიტომ მინდოდა რომ ეს პროდაქშენი მყოლოდა და რაღაცა ჰოლივუდი და ესენი რომ შედეგი მიმეღო პროცესი ძალიან საინტერესოა რა თქმა უნდა და ძალიან დიდი ბედნიერებაა ჩემთვის მაგ პროცესში ყოფნა, მაგრამ საერთო ჯამში ჩვენ ხო იმისთვის არ ვაკეთებთ რაღაცას რომ წვალობდეთ, იმისთვის ვაკეთებთ რომ რაღაცა ინფორმაცია მივცეთ ერთმანეთს რა და ეს მე როგორ მივახციე $100,000 თუ დამიჯდა თუ მარტო მაშინ ცემ პატივს აბსურდია ხო? ანუ მე ხო პატივს იმიტომ ცემ როგორც ხელოვანს რომ მე შევძელი რომ რაღაც გადმომეცა შენთვის და არა ის მე რაც დამიჯდა იქ. ხო? ანუ ლოგიკურად რო გავა, მაგრამ ხელოვანებს პრეტენზია აქვს ამაზე. ძალიან ბევრი ვიდეოგრაფი შემხვდა კომენტარებში არის რომ me against AI რა, ანუ რაღაცა fuck AI და ასე შემდეგ რა და იმიტომ რომ ალბათ აქვს უმეტესობას შიშის განცდა რომ დარჩება უმუშევარი და არ იქნება ეგრე რეალურად. უმუშევარი საჭიროა რომ აითვისონ რა თავის დროზე. აითვისონ რა თქმა უნდა და მე რა ვსვამ კიდე იცი უმუშევარი დარჩება ის ვისი საქმიანობა ჩანაცვლებადია, მაგრამ კრეატივი არ არის ჩანაცვლებადი. კრეატიულობა შეიძლება იყოს ჩანაცვლებადი, მაგრამ კრეატივი არა, იმიტომ რომ კრეატივი არის ის, რასაც საბოლოო ჯამში მისი შემფასებელი ადამიანია ესე. რა არის კრეატიული, რა ხეზე კი არა მოდის, ეს არის კრეატიული, მოდი ეს ჩვენ ვაფასებთ ამას, რომ ეს არის კრეატიული, ან არა. რაღაცები რაც თავის დროზე თქვეს, რომ არ იყო კრეატიული 100 წლის მერე თქვეს რომ ძალიან კრეატიული, ანუ იმ მომენტში შეიძლება ვერ გაიგეს, ან პირიქით ძალიან კრეატიულზე ვიქრინჯებით ახლა დღეს ხო რომ ეს რა. ხო და ეგ ამიტომ ამის შემფასებლები ისევ ჩვენ ვართ რა და შენ თუ ხარ ჩანაცვლებადი ეს შენი პრობლემაა ის არა. რას ნიშნავს? და მოლოდინი ამათი ის არის ბოდიში გაგაწყვეტინე რომ სამყარო არ გამithარდეს თვითონ არ დროთა ჩემი კომფორტის ზონიდან არ ამოვიდე რა და იდეაში ეგ ხო ნუ ტრაგედიაა რავი ეგრე ცხოვრება რომ შენ რაღაცა აიწყე სისტემა იმის იქით არც გასვლა გინდა არც ეს რავი ანთროპი გამოვიდა ეხა კლუდიდან
და ეს დამფუძნებელი და თქვა რომ ძალიან საშიში რაღაცას ვქნით მე მგონი არ ვარ მზადო და მოდი გავჩერდეთო რა თვითონ შექმნა უკვე მაგარი რაღაც ხო და აღარ უნდა და სხვებს გაეკეთებინათ რაღაც ეგ იცი რა არის თუ გაკეთებადია მანდარი ეგ მიდგომა რომ ჯობია ჩვენ გავაკეთოთ ისე ვიდრე მაგალითად ჩვენმა კონკურენტმა ქვეყანამ ტერმა გააკეთოს რა ამიტომ ეგ გარდაუვალი რაღაცა როცა ეგ იდეა ვინმეს მაინც თუ გაუჩნდება რომ აი მოდი არ ვიზამ ეგ აღარ არსებობს რა ანუ თუ მოვიდა უნდა გააკეთო სამწუხაროდ შეიძლება იყოს ეს ატომური არაღი მაგრამ შენ თუ მოგივიდა ეს აზრად ვიღაცას ერთ წელიწადში ამერიკამაც ხო მაგ მოტივით შექმნა ხო მაგიტო აფაბლიკებენ მაგიტო ამოხელებაში მათ შორის მაგიტო აფაბლიკებენ თორე აი რა აი მაგალითად ხო შეიძლება შეენახათ წლები და ხალხს ეგ იმიტომ არის რომ სხვანაირად ვერ გამოვა ვიდეოგრაფიაში სინემატოგრაფიაში არ ყოფილა ესეთი დონის გარდატეხა ძალიან დიდი ხანია ეს სფერო არ შეცვლილა. მან დღემდე ტრადიციული მეთოდებით გრძელდება საქმიანობა რა. ელემენტარული რო აიღო Premiere Pro ან After Effects-ი. After Effects-ი 20 წლის წინანდელი თითქმის იგივენაირად გამოიყურება რაც დღეს. ნუ უფრო დახვეწილი ინტერფეისი არის ეს, ნუ რაღაცა პლაგინები ისინი რა თქმა უნდა, ბევრი რაღაცა დამატებული, მაგრამ ინტერფეისში რო შედიღარ 20 წლის წინანდელშიც მიხვდები რა სად რა არის და როგორ არის ანუ ინტუიტიური ან დიდად არ შეცვლა ну таймлайни გაქვს, ეფექტები გაქვს. მაგას ალბათ სპეციალურად ჩვებია რომ არ გაგიხსნა. სპეციალურად ჩვენე, მაგრამ ალტერნატივაც ანუ ახალი პროგრამები რო იქნება, ეგენიც ამას გავს. იმიტომ რომ ეს არის ეს რა, ანუ ესე არის. ხო. ყველა ინტერფეისი ერთი. ხო, ეს არის ესე ხდება ამაზე მუშაობა. ან ვიღაცას რევოლუცია არ მოხდა, ну იქ არის რომ ნოუდების სისტემა და ამატა ზოგმა, მაგრამ ну მე დიდად არ იყო ეს. ხო და ესეთი რაღაც რაც ახლა მოხდა ამ სფეროში, არ მომხდარა არასდროს. ლუკას ფილმიდან მოყოლებული იყო ხდება პირველი Star Wars-დან მოყოლებული ესეთი რაღაცა აი რომ შეიქმნა გრაფიკის საჭიროება მაგის მერე არ მომხდარა ესეთი რაღაც და რა მოხდა ტექსტ თუ ვიდეო ну აი რა არის ხო ეს არის აი არის რომ გაქვს იდეა წერდა და ხედავ რა ამას ну აი საიდან ამხელა ჯამპი ლიფი გახდა იცი აქ რომ იქიდან რომ კათავ მუსიკას ადებ და მე არენდერებ, აი მაქედან გადავხდით აქ, რომ ესე იგი მე მინდა Darth Vader-ი თბილისში ჭამს ხინგალს, აი რაღაცა. და გააქვს ეგ ვიდეო რა, ну აი ესე მოხდა, ესა ნელ-ნელა ხო არ ხდებოდა, რომ აი ვეჩვევით, რომ აი ეს ხდება, ну Will Smith-ის იმ სპაგეტის ჭამას და იმას შორის არის რაღაც 1 წელი სხვაობა თუ რაღაცა რა. ძალიან მალე მოხდა ეს და ამას რა თქმა უნდა ტიპი რომელიც ცხოვრება აწყობილი აქვს ესე ვიდეოგრაფიაში ამაშობა იმაში უცბად გეუბნებიან რომ მე მგონი შენ საჭირო აღარ იქნება ის გიждდება რომ მაშინ ახალი რაღაც უნდა ისწავლოს საერთოდ რა და მაგიტომ ამბობ რომ დაიკარგებიან ისეთი ტიპები რომლებიც ამას პროფესიად უყურებდნენ იმიტომ როგორც პროფესია შენ აღარ იქნება ჩემთვის საჭირო რა მაგრამ დარჩებიან ისინი ვინც ამით კრეატიულ რაღაც საკეთებენ იმიტომ რომ ისინი გადავლენ იარაღს გადადებენ და ახალი იარაღს გადავლენ და მისიას ისევ ემსახურებიან ხვდები და ვინც მაგალითად არ ვიცი აკეთებდა უბრალოდ სამონტაჟო საქმეს და დავალებებს იღებდა სხვისგან რა ესა და სამონტაჟო კი მეგენი ჩანაცდებენ მეტყვის იმას არ ვიცი შეიძლება ვისგან იღებდა დავალება შეიძლება იმან გააკეთოს რა ხო cloud-ი შეიძლება და API გაიტანოს აკეთებენ პრემიერში და რაღაცა და მე ეს დამიქათ ცარიელი ადგილები ტექსტები დაადე რომ ამოვა მუსიკა არჩია რამე ისეთი კამერის კუთხეები შეცვალე იმ დროს როცა ის ლაპარაკობს იმაზე გაახედე ანუ ეს უკვე ხდება რა აქ ეგენი ჩანაცვლებიან აუცილებლად ეგ წას პრემიერის რაღაც ექსტენშენი დავით პლაგინი დავითრიე სადაც აი პოდკასტის დროს ან შემდეგ უბრალოდ უთითებ კამერას უთითებ ვინ ლაპარაკობს ავტომატურად კათავს რომ იმის კამერაზე გადავიდეს და იქ უთითებ მე ვის რამდენი პროცენტი ნახოს ხილვადობა რა კამერაზე გადასვლები სიჩქარე ყველაფერი შეიძლება დააყენო და გაუშვა რა და ნუ ერთ-ერთი პრობლემა ის აქვს ქართულზე დაახლოებით რაღაცა 60%-ია იმიტომ რომ არ ესმის მაგრამ რომ ლაპარაკობ ნუ აუდიოთი ხდება რომ ეს ლაპარაკობს და კათები სწორად არის მაგრამ აი რა საინტერესო ნაწილი რო ამოიღოს ჯერ რაღაც მაგას თან ასე იმეჯერმენ სკრიპტი უნდა გააკეთოს მე ინგლისურად გადაიტანოს მე რაღაცები ხო ხდები რა დროის ამბავია მაგრამ იგიც მართლა დროის ამბავია რა პირველად რო ნახე მე ფოტოს გენერაცია Midjourney რო იყო პირველად ეგ რო დავინახე
ნუ შოკი მქონდა აბსოლუტური და წამევასებოდა მიჭერდა და ეგ ვთქვი პირველი რომ ეს თო ფოტოზე არის შესაძლებელი ვიდეოზეც არის შესაძლებელი თქო რა და მარტივია უბრალოდ ფოტო ვიდეო თვითონ რაც არის 25 ფრეიმი ერთ წამში უბრალოდ 25 ესეც რო დააგენერებ გაქვს ვიდეო და რა უნდა არაფერი უბრალოდ გრაფიკული კარდი გინდა და სერვერი მე გაუშვა ლიმიტო რაოდენობით და გაიგეთებს მაგას და ძალიან მალე მოხდა უბრალოდ ეგ აი მაგ ფიქრიდან ძალიან მალე მოხდა ეგ რა და ეხლა რომ გეიმინგი ხონო უკვე რო ნებისმიერი ყველაზე დაბალი ბიუჯეტის პაკეტი cloud-ის ან ნებისმიერი დაგენერებს Minecraft-ს რავი გაგიგეთებს და ითამაშებ ხო, ნუ 8 ბიტიან თამაშებზე აღარ ვსლაპარაკობ. ხო, არა, ეგ მან უკვე ყიდიან და მიწდება ხალხი მაგეთ. მაგრამ ეს მე იცი რაზე მეფიქრება? ანუ აი ეს პიკი რა შეიძლება იყოს რა. და ამის პიკზე მეფიქრება, რომ კინოინდუსტრიაში ამის პიკი იქნება ესე თეორია მაქვს რა. Netflix-ი რომელშიც ფილმს კი არ ეძებ, ეუბნები რას კიდე უყურო. ეს წერო. Black Mirror-ის ერთ-ერთი ეგ არ მაქვს ნანახი რომელს მეუნები, იმიტომ რომ ეგ მითხრეს. არ დამასპოილერებს, მაგრამ ეგ მითხრეს, რომ ხო. არც მე არ დაგასპოილერებ, მაგრამ მაყურებელი არის გმირი, ანუ იმის რა, ფილმის. თვითონ Netflix-ი ანუ პერსონალიზებას აკეთებს, მომხმარებლის რა უყვარს, როგორ უყვარს ასაკეთე, ანუ აბსოლუტურად ყველაფერს, ეგ ძალიან მარტივია დღევანდელ დროში და ფაქტობრივად მასზე ხდის ფილმს. და რაღაც მომენტში ნუ მის სახესაც იყენებს და მან რაღაცა მე ის არის კოპირაიტის პრობლემები და მთელი ამბავი რა. ეგ ის არის. მე მგონია რომ ჩვენი რეალობა იქნება მომავალში ეგეთი, რომ ჩვენ ძებნიდან გადავალთ შექმნაზე. ანუ ძებნა Google-ი აღარ იქნება რა. ეხა ჯერ კიდე ChatGPT Google-ია მაინც. აი ეგრე რაღაც Netflix-ზე შევალ და არ მოვძებნით ფილმს, ვეტყვით. აი ეს მაყურებინე რა. და თამაშიც ეგრე იქნება. მოდი იყოს რაღაც ასასინი საქართველოს ისტორიაზე და მაგას ითამაშებ რა. ხო ხტები, ანუ ვიღაცას უფრო ვისაც კარგი ფანტაზია ექნება, ის იქნება საინტერესო ადამიანი და შეიძლება ის იშოვის უფრო მეტ ფულს. ანუ მე რა მოვიფიქრე. ხტები ეგ და იარაღი პრობლემა აღარ იქნება. მე ვინ როგორ შეასრულა ეს რა. ეხლა ხო ეგ არის. მან პრობლემას ხედავ თუ აღარ გუგლავ და უბრალოდ ქმნი მაშინ შესაქმნელი ინფორმაცია სად იძიებ? ან ნახე რას გულისხმობ? აქამდე თუ განათლების ეს ფორმა, რა ფორმატს ცუდი გვეგონა, სკოლა, უნივერსიტეტი, რაღაცეები ეს საზოგადოებრივი ამბავი. მაინც რაღაცა შემეცნებით ნაწილად ჩვენ გვავითარებ და გვზდიდა რა, წიგნის კითხვა, ის. თუ რაღაც მომენტში ხალხი იმდენად გადავა მაგ ნაწილში, რომ რაღაცა აღარც Google-ი, აღარც ინფორმაციის მოძიება, აღარც წიგნის საკითხვა და თუ კითხულობს წიგნს ეგეს დაგენერებულს რომელიც არ ვიცით რა არის. რაღაც მომენტში შეიძლება ძალიან აბსურდამდე მივიდეთ რა. აი რაღაც მომენტში. ეხლა ჯერ ხო არის რაღაცა ორიგინალი მონაცემები. არა, შემრცლად ხო არ წერ მაგ წიგს. ხო, თუ მონაცემები აღარ შექმნენ და აღარ განავითარეს AI. და თუ მხოლოდ AI-იმ განვითარება, AI განვითარდა მხოლოდ AI-ის მე დაგენერებული დიდი ბაზით. ანუ რაღაც მომენტში რომ ის რაღაც არსებული ორიგინალი ინფორმაციაც ადამიანის დაწერილი არის, ეხლა ამ შემთხვევაში 90% და 10% არის AI-ის მიერ დაგენერებული, აი ამ საშუალოთი, რაც ვთქვით, რაღაც ერთი 200 წელიწადში, ასე, პირობით 100 წელიწადში შეიძლება რომ პირიქით 90% იყოს AI და 10% ის ორიგინალი, რაც ხეს გვაქვს რა. და რაღაც მომენტში მან შეიძლება რაღაც აბსურდომდეს მივიდეთ. ან არა, არ ვიცი, აი ზუსტად ეგ რა. იმიტომ ყველაფერი ერთმანეთს დაემსგავსება, იმიტომ ის იყენებს იმ მონაცემს ჭამს და რაღაც მომენტში მოვიდა. მაგრამ ძალიან უსასრულო რიცხვია ეგ რასაც დააგენერებს. ან დიდი ფაქტორიალი გამოდის. უკვე რაც აქ ნასწავლი მაგითაც შეუძლია ისე ორიგინალური იყოს, იმიტომ რომ ეს ხო არის ფიუზი არის ინფორმაციების რა. შეიძლება შენ ორიგინალურად ჩათვალო რაღაცა, არ ვიცი, მწვანე და წითელი მაქვს და სტაფილოსფერი ორიგინალური გამოვიდეს რა უკვე ამ ორის ნაზავით. ანუ იმდენი ეგეთი უნიკალური რაღაც მაინც შეიძლება შეიქმნას იმით რაც გვაქვს უკვე, რომ მე მგონი რომ ჩვენ ამას ვერ ამოვწუროთ ხაი. შეიძლება კი. ხო და ერთი ეს მომენტი არის, მეორე კიდე მე თავიდან როგორ გავიგეცი რას თქვი, რომ შენ როცა ფიქრობ რა, ანუ წიგნს არ წერ, საიდან წერო რა? ანუ თუ არ გაქვს ინფორმაცია მაგას როგორ შექმნა, მე ვამბობ რომ ცნობის მოყარეობა იქნება საკმარისი, რომ მე ისევ შემაქმნევინოს რაღაცა, რაც მე ჩემი თავის შესასწავლად გავამადგეს. მიხდი, აი რაღაცა მოვიფიქრე, სათაური, აი რა იქნებოდა რომ არ ვიცი, წითელქუდა
Cyberpunk სამყაროში რო აი რაღაცა და აი ხო არ ვიცი მან სცენარი რა მოხდება არ ვიცი და ის რასაც დამიძრ დავიძრ და დიდი სიამოვნებით წავიგით ხო რა შოაში აი ეგ მაინც არ იქნება ისეთი უინტერესო არ იქნება თქო რასაც მომს შეიძლება მე ეს კი გავყიდო იმიტომ რომ ჩემეული ვერსია უნიკალური იყოს და შენ რასაც დააგენერირებ იგივე არ დაგისვას რა შენც იგივე პრომპტი რომ ისე მაინც რა და მაგიტო შეიძლება ეს ამან გაასწოროს და ეს არ ვიცი ამაზე სინდათ რო გითხრა რომ დარწმუნებული ვარ რაც ლაპარაკობ თქო მოგატყუებ მაგრამ ტენდენცია მაგეთ მიდის რომ უკვე ყველა დამოუკიდებელი გახდა თავის ანუ აუთსორსერ სულ უფრო ნაკლები რაღაც გადის რა თვითმყოფადი გახდა ყველა ადამიანი იმიტომ რომ ყავს ეგეთი ასისტენტი რომ ყველაფერი შეუძლია და მე მგონია რომ ეგეთი ჰობის დონეზე რაღაცეებიც აღარ იქნება რომ აი აბა Netflix-ზე რადევს აღდგები მე შევქნი და რა გამისწორდება დაჟე რომ აი მე გავაკეთე ეს არ ვიცი შეიძლება ძალიან ვცდები შეიძლება ადამიანებს სულ დარჩეთ ის სურვილი რომ თავი იგრძნონ ადამიანად იმით რომ რაღაცები უბრალოდ სხვა ადამიანისგან მიიღონ და მიწის ქვეშ გადავიდეს ეგ ამბობა ხო აი რაღაცა აი ვინილები ვინილები მართალი ვინილები ძალიან კაი მაგალითი არის რა რაღაცა ხალხი ვისაც ვინილი უყარს რა და აგროებს კოლექციონერია და მაგრამ როგორი რაღაცები გადავა მაგ ვინილების დონეზე იცი რომ აი რავი ძალიან დღეს რო ვერ წარმოგიდგენია შეიძლება სექტა გახდეს კაინივესტის რაღაცა მუსიკა რომელიც საერთოდ არ არის საუნილე ჩემი აზრით ანუ თითო სფეროზე ვამბობ რა ანუ არა თუ არტისტზე და რაღაცა შეიძლება მაგალითად მობილურის გამოყენება იყოს რეტრო ქცევა კი ხები აი რაღაცა სათვალეები გაჯეტები ლინზები იმდენი რაღაცა შექმნა რაღაცა აი მობილური ისედაც ის არის რა გარდამავალი ტექნოლოგია არის ყველა ვარიანტში ალბათ რა მე ესე ვფიქრობ რა და უბრალოდ დიდი ხანი გაიჭერდა ამ ყველაფერზე რა კი იმიტომ რომ ეს ყველაფერი მაგაში აქვს რამე თუ ის არის და არაცლიან რა წავიდეს რა და ხო AI-ის პირველი მანდარი ხო რაზასთან შეხება კომპიუტერია რა ფაქტო იგივე ჩიპია რა რაც MacBook-ში მაქვს ფაქტობრივად პატარა ეკრანით არის უბრალოდ რა რაღაცა იგივე ამბავი არის ხო არ ვიცი screen time-ი ძალიან დიდი გვაქვს ჯერჯერობით იმისთვის რომ ტელეფონი გადავაგდოთ ხო კი თან ახლა რაცა მაგისთვის ეს კომპანიები აკეთებენ ყველაფერს ეს scroll-ის ამბავის მოფიქრებაც ან რა სტატიას ვკითხულობ იმას სკოლა ვინ შექმნაო ძალიან წუხსო ამითიო იმიტომ რომ საზოგადოება დაავადაო რა მართლა აუ რა კონკეფში ეხ წარმოიდგინე აუ რა გავაკეთე ხო არის რა გავაკეთე ხო არის რაღაცეები რაც რაც დააშავე შეიძლება შეცდიან რაღაც რამაც იმოქმედა ერთ ადამიანს ცხოვრებაში არ ვიცი წარსულში მეგობარზე შეყარებულზე ამაზე იმაზე მშობელზე წარმოიდგინე რაღაც ისეც რო იწება რა აცობრიობა რა ღამე რო გძინავს რა ქენი ალბათ თერაპევტთან დადის ეგ ადამიანი არ ვიცი რიკი და მორტიში რო რაღაცა ღვინის იმაზე ბაბუას გაქვს ეგ და ყველაფერი მაქიმოც რაღაც პატარა ქვასო გადაადგილეს და ტელევა იგივე რაღაც 100 წლის მერე ომი დაიწყოს და დროს მანქანას მე რო ეს ტიპი მოკლა რო ეს სკროლო არ შეკვდას რაღაც ტერმინატორი და რა ზელია მარიკა მორტიშის მომწონს ძალიან ეს ბოლოს რო იყო ის ღვინის ასაღებად რო გადაწყდა კროჭაის მეორედ მოსლაზე ეს სკოლაზე გაქვს ის გაგონილი ჩვენი ტვინი როგორ აღიქვამს სკოლას reward systems როგორც აქტიურდება ხო დოპამინე პატარ-პატარა ხო გემბლინგი გემბლინგია ზუსტად იგივე რაღაცას გწნობს გემბლერი რასაც ჩვენ სკროლვის დროს და ამ ყველაფრის ფონზე ხო პრომედად გესმის რა ჭირდათ გემბლერებს რა როცა შენ თვითონ იჭერ შენ თავს იმ მომენტში რომ დანებება გინდა და ვერ ანებებ ამას ამდენი საქმე გაქვს იმიტომ რომ გინდა რაღაც საინტერესო ნახო კიდე იმიტომ რომ ამას რომ დადებ შენ ცხოვრებაში არის მოუგვარებელი პრობლემები რომელსაც ჯერ არ გაქვს ნერვები რომ ამ ყველაფერზე ფიქრი ქონდეს და ეს კაი ესკაპიზმია რა გვერდიდან გარბიხარ რა რაღაცა იღებ იმ ემოციებს და ცოტა ხანი დასაჩუქრდი რომ გაგეცინა კატის ვიდეოზე რომელიც ამას აკეთებს რა ის რაღაცაზე და მე ამას რომ დადებ უცბად რეალობაში ხარ ისევ რა სადაც შენ ის არის და წარმოიდგინე უცბად მთელი პლანეტა აღმოჩნდით ადიქციის ქვეშ. კი. ანუ მართალი ყოფილა ის კაცი რა. რო ნანობს. ხო.
ეგ ძალიან საინტერესო. იმათი პერსპექტივიდან რამხელა სურეალიზმია, ვინც დაანება თავი თამარს გამოიხედა და ეხა ყველა გემლერი არის თვითონ მორჩა და ყველა ადიქტი და არის. ძალიან უცნაური. მე ძალიან დაბალი მაქვს ინტერნეტი სხვა შორის, მობილურში. ძალიან შორს. იმიტომ რომ ლეპტოპში ვიყავ და ეგ არის თლება. რატო 9 წუთი ვიყავ რაღაცა იმედა. არა შეიძლება ფლექსაო მაგით. ეგ როგორ ვაჩვენებ მაგ მობილურში დაბალი წკეთა არის. მე საათობით ძალიან დიდი დრო მაგათა. სამაგიოდ ლეპტოპში მაგ სოციალური ქსელები, ინსტაგრამ ყველაფერი იქიდან რა. რაღაცა უფრო მე კომფორტულია. იმას არ გიცulis თუ მაკი არ გაქვს. არ მიცulis. რატო არ გიცulis? არ ვიცი რა. და გაცშული გაქვს Excel-ს. უფრო იმასაც თulis. ამაზე არ მობილურს რომ ამოწმე ხოლმე ძალიან დაბალია. 5 წუთი, 8 წუთი, 12 წუთი რაღაცა ძილის წინ რომ ამოიღებს რაღაცა ეგ. ეგ ამოვიარი რა. მაგით იულად გავდივარ. მე მაგარი ვარ. Blue light-ი არ გაქვს მინიმუმ სახეზე, ეგეც კაია ძილის წინ. კი. მაგაზე გავიგე ეს რაღაცა on ტესტავ ახლა არ ვიცი ჯერ. თუ გინდა ვიტყვი. მიდი. ვიღაცას მოусმინე სახელი გვარი არ მახსოვს. მაგრამ ეს რაღაც თქვა რომ ჩემი screen time-იო და ვაფშე ყველა screen time-ი ვისაც ვიცნობო შემცირდაო ამის მერეო რა. მე ესე როცა უკეთებ ეკრანსო რა. ანუ tints უწევ მარცხნივ და ეკრანი წითლდება რა. და რო წითლდება ეკრანი, ანუ შენი მენიუ არის ასეთი. და შენი ტვინი ვერ არის კომფორტულად აქ რა ტელეფონში. რაღაც საქმეს იზავ და გინდება რომ გათიშო რა ტელეფონი. ანუ ფერადი არ არის და რავი Facebook-ზე. ვერ აღიქვამ რაღაცებს. ხო, ანუ ესე ხარ რა. და ეხა ამაში ღიზიანდები. შავ-თეთრი კი არა და დალტონიკი როგორც ხედავს, ხო და ახლა. ხო, აი წითელი ხო რაღაც ალერტი არის რა და ანუ აი გამაღიზიანებელი. ხო, ნუ აი ესე ხარ რა. ვა. და მარტივად დავაყენე გვერდულად რა გაქვს ეგ შედეგები უკვე ჯერ. არა, არც დავაყენე short-cut-ი და დამავიწყე გამოყენება რა, მაგრამ ვიცი რომ აქ არის და მე გავწესჭეჯო, მჭირდება რომ ფერები კონდეს შემეკ. ერთ კვირიანი და იმის მერე დაკვირვების მერე. საინტერესო იქნება ხო? გაზია. მინდა რომ გავტესტო იქ. მაგარი. შენ როგორ აი ეხა რომ ბოლოსკენ წავიდეთ პრინციპში შემაჯამებელი ნაწილით, როგორ წარმოგიდგენია უახლოესი 10 წელი მოდი რა. ან 5 თქვით, ან ყველაზე მარტივი რომელიც იქნება რა შენთვის რაღაც წარმოთქმად. ალბათ ჩემ პერსონალური არა ხო ზოგადად. ზოგადი ხო, ზოგადი. აი AI-ც აიღე, ის რაღაც კონტექსტები რაც გვაქვს, აი ამ სოფლიო პოლიტიკა ასე თუ ისე ზოგადი, მაგრამ უფრო ტექნოლოგიების მიმართულებით და რობოტებიც რა მათ შორის. აუცილებლად შეიძლება ყველანაირი პროფესია რაც ვიცით ახლა აუცილებლად სხვანაირად გამოიყურება 5 წელიწადში და 10-ში ხომ უმეტეს და ცვლილებები იქნება უფრო ჩქარი ვიდრე აქამდე ვიყავით მიჩვეულები რომ შეიძლება რაღაცა პერსპექტიული პროფესია ეგეთ რაც აღარ იქნება ანუ აი პერსპექტიული პროფესია რომელიც 10 წელიწადში დაფასდება ხო იყო ადრე რომ ისწავლე პროგრამირება მაგალითად და იქამდე იყო იურიდიული სტომატოლოგია რაღაცა ეგ აღარ იქნება იმიტომ რომ ყოველ წელს იქნება რაღაცა ახალი ან დინამიკა რაღაცების სიჩქარე არის გაზრდილი და უფრო სიჩქარე იქნება რა ერთი ეგ გონია რომ ოფლაინში გადავა ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრებაში ანუ ჩვენ ვართ ბოლო ეტაპზე ესე მგონია online ეხანდელი გაგებით რაც არის online და networking-ში რო ვარ სულ online WWC-ს აღარ იქნება რა მალე უფრო მეტად გადავალთ offline-ში იმიტომ რომ ამ დინამიკას და ამდენ ინფორმაციისთვის ჩვენ არ ვართ სად ფსიქოლოგიურად და ბევრი მიხვდებით ნენელა რომ ეს ჩვენთვის უფრო მეტად ნეგატიურად აღიქმება ვიდრე დადებითად რა რომ ამდენი რაღაცა ჩქარა გესმის და შეაწუხებელია სავარაუდოდ ხო ახალი თაობა უფრო მეტად offline თაობა იქნება ეგრე მგონია მაგრამ აი ეს online და ტექნოლოგიები რა დონეზე დარჩება ეგ არ ვიცი საინტერესო არის მაგრამ იმას გრძნობ რომ მაგალითად ძალიან ბევრი ჯენზი არა უფრო აი ალფების ხედავ რომ საერთოდ სოციალური ქსელები არ აქვს რა კი ხო და ალბათ კაი არ ვიცი. მეც მგონი რომ კაია კი. ხო. და მე ხაი პირადად საქმიანობა რაც ამ სფეროში ვარიყო, სიამოვნებით არ მექნებოდა სოციალური ქსელები. ისედაც აი მარტო მაქსიმალს ვცდილობ რომ ეგეც Instagram-ზე ვსკორავ, TikTok-ს არ ვეხები საერთოდ, აი TikTok-ზე მართლა ნული მაქვს, ორივე ყველა პლატფორმაზე აბსოლუტურად.
და Facebook-ში ძირითადად მაინც ჩემი პოსტების დაწერათ და რაღაც კომენტარები მაქსიმუმი არის ეგ რა, რითაც შევდივარ და ხანდახან მინდება ხოლმე რომ წავშალო, უბრალოდ საქმიანობიდან გამომდინარე ნურთულია რა. შენ მკვდარი ინტერნეტის თეორია, იცი? dead internet თეორია არის AI მხრდა ბუსტა ეგ აზრი რა, რომ არსებობს ეგეთი მსჯელობა, რომ მომავალში ახლა არის დაახლოებით რაც მსოფლიო კონტენტის ტრაფიკი ეხლა რაც იქნება უკვე მე მგონი 50%-ზე მეტი არის AI ვიდეოები რა, AI ფოტო, AI ვიდეოები, რომელსაც ანუ ის ადამიანები, რომელს ყველაფერი ნამდვილები არ არიან. და ვიღაცებს უყურებს რა. და არსებობენ ასევე engagement-ში ვინ შედიან ეგენი, რომლებიც არ არიან ნამდვილი ადამიანები, არიან ბოტები, რომელს კომენტარებს გიწერენ, ლაიქებს გიწერენ და ასე შემდეგ რა. და dead internet თეორია ამბობს, რომ მომავალში, ანუ ძალიან მალე დადგება ის რეალობა, როცა AI ქმნის და AI კომენტარებს და ადამიანები ვარში გასულები არიან აქედან რა. და ინტერნეტი თავის თავს უბრალოდ რაღაც ხდება რა, შეხვალ დააკვირდები და ვიღაცები AI-ები რეებს უქმნიან და ვინს რა მოსწონს, რომელ რაღაცა იმან რაღაცა შექმნა დაპოსტა და 70% AI-ის ეს მოსწონს რა, რაღაცა ეგრე იქნება რა, რაღაც. რაღაც სოციოქსელი ხო შექმნის მარტო AI აგენტები და ისინი რო. ხო, და რაღაცა მიკროსამყაროა რა ერთმანეთში, ანუ ეგეთი მსჯელობა არსებობს, რომ შეიძლება იყოს შენ რეალურად უშვებდე ედზე რაღაცა ვიდეოს და მას მალე და მითხრა რომ აზრი არ აქვს, ხო, რომ ადამიანმა ხო რაღაცა ნახე რა. რაღაცა ახალი ის გვიქნება მოსაფიქრებელი. ხო, მე მგონი სოციალური ქსელი და ასე შემდეგ, ან სხვა ფორმაში გადავა, ან საერთოდ ნელა წამოვალთ აქედან. არ ვიცი. ძალიან საინტერესოა და what a great time to be alive, ხო? ანუ ეგ განცდა მაქვს, რომ ძალიან მაინტერესებს ადამიანს. უფრო ბევრი კითხვით ვარ ეხლა. ხო, საბოლოო ჯამში ხო არის მნიშვნელოვანი ის, რომ არ უნდა დავივიწყოთ რომ რეალურად ვართ ადამიანები, რომელსაც გვინდა და უკეთ გვეცხოვრა, ხო? ხო და ეგ გვავიწყდება ხანდახან და ძალიან მივდივარ სადღაც რა, რომ აი ეს და ეს და მე ეს და მე ეს AI მე ამ რობოტთან და რაღაც და მე იმ საქმეს რა ეშველება, რომელიც თავში აბსტრაქტია უკვე რა, ამისთვის არ ვარ ჩვენ შექმნილები რა. რაღაცა ეგ ადამიანური ამბიციის ამბავია, ეს რაღაცა ანეკდოტი რო არის. უბრალოდ მე ძალიან ცუდი ვარ ანეკდოტების მოყოლაში. ხო და ანუ მე მგონი კახელზე არის კაკლის ქვეშ წამოწოლილი და ეუბნება რომ ადექიო იმუშავეო რატო და რავიო რაღაცაო იმუშავეო ფულში შოვიო სახლში ყიდიო მერეო ხო და მერე რადგებიო წამოწვევიო და რა ისედაც წამოწვევ ალ ლოგიკა ეგა რა იმისთვის უნდა იშრომო რომ ისე პოზიციაში მოხვდე რა პოზიციაში ხა შეგილია იყო იდეაში რა რამდენ ადამიანს აქვს ესე ჩემს ბოლო პერიოდში ნათქვამი აი შემთხვევით თუ მოხვედრილვართ რეგიონში ან სადმე თბილისს გავცელილ ვართ რა რა მაგარია კარგად ცხოვრობენ ჩოლებრივ სოფლის ცხოვრებაზე რა ხო და ნებისმიერ შეუძლია ნებისმიერ დროს ხო აჰა მაიზაო არის საბოლოო მაგრამ აი რაღაცა რომ აი უბრალოდ ხის ქვეშ რო ვიჯდე და ეგეთი რაღაცები საბოლოო ჯამში რაღაც სხვა რამეებზე ვფიქრობთ როცა აუ ჩოლებრივ ძუძუმწოვარი ორფეხა მოაზროვნე არსებები ვართ რა რაღაც ბუნებასთან სიახლოვე გვინდა და რაღაც აღელად ეს რა ქვია ომნი 3 რასიზავს და რა ქვია ფაბულ 5-მა არ დაგღუპოს ან რაღაცა ეგ არის რა ბარეზე ოდის დავჭდები ხო არა ეგ კარგია რომ ეგ მაგაზე ვღელავთ იმიტომ რომ მაგის გამო შეგვიძლია რაღაცები გავაკეთოთ რაც ადრე არ შეგვეძლო და რამაც გავგვიმარტივოთ ცხოვრება მაგრამ ძალიან არ უნდა ის რა არ უნდა შეღვეძა ხო ისწავლო დაფასება და რაღაც რეალობის აღქმა რაც გაქვს ასე ვთქვათ. ესეთი რაღაც დავამუყამე კი რა დამატება მინდა რომ დაუსვი კითხვა შემდეგ სტუმარს და არ ვიცით ვინ იქნება. რა მეკითხოთ უკვე თუ გინდა ამ თემებიდან რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ. რა გაინტერესებს ასე ვთქვათ. აი ნებისმიერი ადამიანისგან რომ შეიძლება აი მაგ კითხვას დავუტოვებ რატო აკეთებს იმას რაც აკეთებს. ადამიანი. თვითონ. ოკეი. ძალიან დიდი მადლობა. მე მგონი ძალიან საინტერესო იყო. ჩემს პირადად ძალიან ბევრი კითხვა დამიგროვდა. ამ მიმართულებით ყოველ შემთხვევაში რაც გავშალეთ და
წარმატებას გისურვებ. გაიხარე შენ პოდკასტსაც უსურვებ, რომ ამის იქით თქვა შეუძლია ბევრი ნახვა გქონდეს. თავიდან უკვე დავიჭირე. ცოტა ნახვიანი პერიოდი. გამოიწერეთ, მეგობრებო, დააკომენტარეთ, გააზიარეთ, დალაიქეთ, რა ვიცი, დაწერეთ კომენტარებში რა გინდათ, როგორ გინდათ, რატო გინდათ, კითხვები ან შემდეგ და შევეცდებით რომ გიპასუხოთ. დროებით. დროებით, კარგად.